ეს ვიდეო უნდა ნახოს ხალხმა რა, იმიტომ რომ ჩვენ ოცნება სალომე კოელიო. ოცნება აი ახლა ხო ლაპარაკობს რომ ხალხო ჩვენ გეუბნებოდით და აი ჩვენ გავაჩერეთ ეს ომი და ყველა თითქოს ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებდა და ჩვენ ვაკეთებდით და უკრაინის ჰიმნს ხომ ღეროდნენ თვითონ. ხო და აი პირველ თვეების განმავლობაში ოცნება ჩვენ გვიტებდა აი ამ პროგნოზებს რო ვაკეთებდით რაც ახლა ხდება თქვენ მაგას რო იძახით ანუ იმას რო იძახით უკრაინა დამარცხებად მიატოვებს დასავლეთიო მაგის გამო ხართ მოღალატები აი ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი ოცნების ხუნდაძე აი ამ განცხადებას აკეთებდა მოდი მოვუსმინოთ არ შემიძლია არ შევეხო ახლა დაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვა შეგრული უყურებს უკრაინის მოვლენებს თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან. ხვალ რომ საქართველოს რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში. საქართველოს სიტყვის თავისუფლებას და პარტიული არჩევანიც ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ესე იგი ეს პრობლემაა. დღეს ერთობა ისე როგორც არასდროს ჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, ერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ უმეტია გასაკეთებელი და მგონია რომ ეს ასია, არ უნდა დავაკლოთ. ანუ ამაზე მინდა მოღალატეები ყოფილვარ ჩვენ ამის პროგნოზს რო ვაკეთებდით და მეტია გასაკეთებელი, ანუ ამას თავიდან სხვანაირად წარმოედგინა პროცესების განვითარება და აპირებდა მეტია გასაკეთებელი პრინციპით ჩართულიყო ამ მოვლენებში. უბრალოდ მე ძალიან გამოჩინო გახდა რომ ჩვენ რასაც ვიძახდით თურმე ეხდება და უცებ ჰაერში უცებ თან როდის ვიტყვი როდის შეიცვალა აი დაახლოებით კანდიდატის სტატუსი ხომ მიანიჭეს ამათ. კი, I don't speak Georgian ტექსტით რო ჩამოდიოდნენ ტიპებზე. და კანდიდატის სტატუსი რომ მიანიჭეს, მაგ დროს აღტკინება იყო. არა, მაგას არა, უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვა რაღაცას ვიძახ. უკრაინის ომთან დაკავშირებით მოხდა შემდეგი რა. პირველი დაახლოებით 1 თვე უდიდეს ნაწილს აი როცა მე კიევიდან უკან დახევა რომ დაიწყეს რუსებმა უდიდეს ნაწილს ეგონა რომ ნუ რუსეთი ჩამოიშლება. აი შემდეგ მაისის ბოლო ივნისიდან როცა რუსებმა გადაჯგუფება მოახდინეს და სევეროდონეცკის აი ამ რაღაცა პოპასნაეს მიმართულებაზე წინსვლები აშკარა გახდა რომ რუსები წინიდნენ და არაფერი არ იგრევა და არც SWIFT-მა წააქცია ქვეყანა და არც იარაღი ეცლება, აი მაგ დროს ოცნებამ შეიცვალა რიტორიკა. და ახლოს დაიწყო არ ვიცით ნეიტრალიტეტის. მაგ დროს დაიწყო ნეიტრალიტეტის ლაპარაკი და ომში არ უნდა ჩავერთოთ გაუბედავი განცხადები. თავიდან თლად ეგეთი არა, თავიდან როგორ იყო, იცი რომ ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ, ეხა ეგენ რაღაცა ცუდებს ვეუბნებიან, მაგრამ უკრაინა ჩვენი მეგობარია და ჩვენ მაინც უკრაინის გვერდით ვდგავართ და რაღაცებს ვაგზავნით იქ. ეგ იყო პოლიტიკა და მაგრამ აი პირველი 2 თვე ეს ჩვენ გვიტევდე უკრაინის დროშა, უკრაინის ჰიმნი, ფათაშორის პირველი 2 თვე რო გავიხსენე, პირველი 2 პოლიტიკური ჯგუფი მე შეიძლება მეშლება, მაგრამ ჩვენს გარდა არავინ არ ყველა ჩუმად იყო. ყველა ჩუმად. ერთადერთი ვინც ვამბობდით რომ აი ეს აქ მოვა. ვერავინ რო ვერ წარმოიდგენდა, რო ვერ ხვდებოდა, რო არ ესმოდათ რატო, ჩვენ გარდა არავინ ამას არ ამბობდა, ვამბობდით ჩვენ. ისე და სხვათა შორის ეხლა რანაირად უნდა მიუდგეთ, რანაირად უნდა წინა ოფისში, წინა ტელევიზიის ოფისში მოგვივარდნენ კაცო. აი ამათი მარტო დაცების კი არა. ამ ოცნებისავე გაქეზებული ხალხი მოგვივარდა უკრაინის დროშების ფრიალით. კი, ეს ოცნება სულ აქეზებდა ყოველ მოვარდნას ჩვენ პარტიის ოფისებშიც რო მოვარდნები ხდებოდა ხოლმე, ეგ სულ ოცნების წაქეზებული პროცესები იყო. ოცნებას ხო აწყობდა ეგ. ოცნებას აწყობდა, რომ იმ ფლანგის აგრესია ჩვენზე გადმორთულიყო და თვითონ ესე რაღაცა არა მე ესეც აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ პრინციპით ეთამაშა. ისე ეს ისტორია ხო ესეთი ციკლურია. ყოველთვის მეორდება ხოლმე პროცესები. მით უმეტეს
ერთი და იგივე ქვეყნებში და მაგას აქვს თავისი ლოგიკა რა. ნუ გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური ინტერესები და კანონზომიერებები ყოველთვის იდენტურია, რაც არ უნდა დრო გავიდეს და როდესაც 40-იან წლებში ხო იყო აი უკრაინა რაღაცა ფორმით იყო, ოღონდ ფაშისტური გერმანიის ოკუპაციის ქვეშ და მაშინ ხო იყო ეგეთი უპა აი უკრაინის ნაციონალისტების ხო ანუ ვინც აი ბანდერა და ვინც ახლა ვინც გმირად არის ახლა უკრაინაში გამოცხადებული მაგ ხალხმა როგორ დაიწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც ანუ ფაშისტური გერმანიის მოკავშირეები და ბოლოს ორივეს ეომებოდნენ. ანუ ბოლოს ფაშისტურ გერმანიასთანაც გაუფუჭდათ ურთიერთობები და იმათ წინააღმდეგაც მოუწიათ იარაღის აღება და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც. ნუ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, ივიცით და ბოდი ერთი კითხვა დარჩა და თან დავასრულოთ რა. იმიტომ რომ გადავაცილეთ. ეგეთი კითხვა არის, რომ თქვენ როგორი პოლიტიკა გექნებოდა ძურა საინტერესოა ზეწოლის პირობებში, ანუ რომ დაიწყო აი ალბათ მაგაზე საუბარი და ჩვენ მაშინვე ვამბობდით როგორი პოლიტიკა უნდა ქონოდა ნებისმიერ საქართველოს მართვას მაშინ. 3 წლის წინ საქართველოს ქონდა უნიკალური შანსი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები აქტიური დიალოგის შედეგად დაეძრა მკვდარი წერტილიდან. მაშინ მაგის შანსი იყო და ჩვენ მაგას ვამბობდით და მაგ შანსს რო ვაჟღერებდით, მაგიტო დავიტეხეთ მთელი ამ კოლექტიური მედასავლეთების რისხვა თავზე. გამოხდა 3 წელი და ეხლა რო ვიღაცა მოვიდეს და კაი ხო გავიგეთ რომ ეგრე მორჩა და მიდი ეხლა გავაკეთოთ. ეხლა კი აღარ გამოვა ეგ. 3 წლის წინ რასაც ვამბობდით რომ მაშინ კეთებადი იყო, ეხლა რავი რომ მოიგო რუსეთმა და ტრამპი რომ უკრაინის პრეზიდენტს ტრამპი რომ რუსეთს ხუბება და რავი ეხლა ამერიკა და რუსეთი ერთად რომ უკრაინას ინაწილებს, ეხლა აღარ გამოვა იმის გაკეთება, რაც 3 წლის წინ შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო. უბრალოდ მაშინ მთავრობა ყავდა, რომელიც ერთადერთი იმაზე ნერვიულობდა, რომ მისი პირადი პოლიტიკური მდგრადობა შენარჩუნებული იყო, ანუ სტრატეგიულად არ იყურებოდა წინ და ამიტომ ეგ ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით ჩვენ.